სტატისტიკა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. სტატისტიკის თანახმად დაახლოებით 15% იმ გართულებების, რომლებიც ორსულობის პროცესში შეიძლება ქალბატონს დაემართოს, შესაძლებელია თავიდან ავიდიდოთ, თუ პაციენტი, ამ შემთხვევაში ქალბატონი, დაურსულებამდე ზედმიწევნით შეასრულებს ყველა იმ მოთხოვნას და გამოკვლევას თუ პროცედურას, რომელიც თავიდან არიდებს მას ამ გართულებების რისკს. ესეა ქალბატონო თამარ, მეთანხმებით ამას ამ სტატისტიკურ მოდელს. მანამდე წარვადგენთ ჩვენ სტუმარს, ქალბატონი თამარ ანთელავა, სამედიცინო კორპორაცია ევექსის სამიანო სამსახურის კოორდინატორი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. მოგესალმებით. გამარჯობა, გადაცემაში მონაწილეობის. მართლაც 15% შეიძლება ჩვენ ავიცილოთ თავიდან, თუ კი დროულად დავგეგმავთ ჩვენ ორსულობას. ნამდვილად ესე არის ძალზედ მნიშვნელოვანი ინტერვენცია, როცა ჩვენ ვახორციელებთ ჩასახვანდელ მეთვალყურეობას. ეს არის რეკლამის დროს თქვით, რომ ჯერჯერობით საქართველოში ეს ახდება. ეს არის ის სტრუქტურული კომპონენტი ანტენატალური მეთვალყურეობის, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს ორსულობის დროს გართულებებს, როგორც დედის, ასევე ნაყოფის მხრივ. თუმცა სამწუხაროდ ვერ დაინერგა ვერაფრით საქართველოში. და ევექსი, როგორც კორპორაცია, რომელიც ორიენტირებულია სამიანო ხარისხის, ზოგადად სამედიცინო ხარისხის გაზრდაზე, ქმნის რა თავის ძალიან ვრცელ ამბულატორიულ ქსელს, ნერგავს აი ამ რეკომენდაციას ჩასახვანდელ მეთვალყურეობას თავისი სრული სერვისით, რომელიც იქნება როგორც სკრინინგი ტესტების დანერგვა, ასევე შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების კონსულტირება და ნამდვილად, როცა ჩვენ ახლა დეტალებში გავივლით, თუ რა შეუძლია ევექს დანერგოს ამ ამბულატორიულ ქსელში, რას მირჩევთ, რა უნდა გავაკეთო და როდიდან უნდა დავიწყო ამაზე ფიქრი. ეტაპობრივად, ანუ პირველად როგორც თქვენ გადაწყვეტ ზოგადად რომ გინდათ დაორსულება, თუმცა შეიძლება ბევრად უფრო ადრეც. მე აი გადავწყვეტე ახლა და ძალიან მინდა დავიმახსოვრო და თან თუ შეიძლება დავწერო მაყურებელმაც დაიმახსოვროს. თქვენ აუცილებლად მიზანი ამ ჩასახვანდელი მეთვალყურეობის როგორც გითხარით არის რომ გამოვავლინო ის რისკ ფაქტორები, რომელიც შემდგომში უკვე ორსულობის პროცესში გარკვეულ პრობლემებს შეგიქმნით, როგორც თქვენ ორსულს, ასევე თქვენ მუცლათყოფ ნაყოფს. პირველი ეს არის სამედიცინო რისკები. ანუ სამედიცინო რისკები, მაგალითად, თუ ქალს აქვს შაქრიანი დიაბეტი, მას აუცილებლად სჭირდება ორსულობის დაორსულებამდე აი ამ ნორმოგლიკემიის მიღწევა ერთი იმისათვის რომ აიცილოს თავიდან ის ძირითადი გართულება. ეხლა ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ დიაბეტზე. მე არა მაქვს მოვედი პირველი მეუბნებით რომ წადი გაიკეთე საერთო ანალიზი. აუცილებლად. შემდეგ აუცილებლად უნდა შევაფასო ის გარემო, რომელშიც თქვენ მოგიწევთ ყოფნა. ანუ ან მუშაობა, ან ცხოვრება, ამას ქვია ეს რისკია. იმიტომ რომ ნახეთ შეიძლება თქვენ გიწევდეთ მუშაობა ისეთ გარემოში, სადაც არის სხვადასხვა ტოქსიური ნივთიერებები. მაგალითად კამერების გამოსხივება ნანიკო შენთვის თუ არა? რისი გამოსხივება? აი კამერების გადაცემა. ეს ის ძალიან საინტერესო, სხვათა შორის ყველას გაინტერესებთ ხოლმე. რამდენად ინტერნეტთან მუშაობა, ტელეფონი, კომპიუტერი, ანუ რამდენად ეს არის ის, აი გამათბობელი რო არის ხო, წყლის გამათბობელი ლოგინები, თბილი ელექტრონული საბნები. სამწუხაროდ კი არსებობს ცალკეული კვლევები, რომ მათ მავნე გავლენაზე, მაგრამ არისათვის ეს კვლევები არ დასტურდება, რომ მაგალითად ბევრად უფრო მავნე არის, როდესაც თქვენ მიირთვებთ, რომ გიყვართ სუში. გიყვართ ესეც გარემოა. ანუ ინტერზეა ლაპარაკი, მხოლოდ უნდა იყოს. ხალხო, დაუბრუნდეთ ნანიკოს შეფრთხილებას, იმიტომ რომ მინდა რომ ეს ძალიან გარკვეული და სოფო კითხა გარემოსთან დაკავშირებით და სიგარეტს ეწევა ნანიკო. ეს თქვენ როგორ შეგვიძლია? ეს არის ცევითი პრობლემები. ამასაც ვაფასებ. რა თქმა უნდა. ანუ გარემო შენი უსაფრთხილობა ჩაწერე. ცევითი პრობლემები. და რა თქმა უნდა სოციალური პრობლემები, ანუ სოციალური რისკ ფაქტორები, ასე ვთქვა და მინდა გითხრათ რომ თქვენც ალბათ ატყობთ რომ ამ ბოლო დროს იგივე ვთქვა ოჯახურ ძალადობაზე შევჩერდეთ, მე გადავიდეთ სოციალურზე. ქცევითი პრობლემები რა შეიძლება იყოს მომავალი დედისთვის? პრობლემებში შედის მაგალითად მავნე ჩვევები, თამბაქო. ანუ უნდა გავაკეთოთ ნანიკო, კვირის განმავლობაში ალკოჰოლს მოიხმართ თუ არა თქვენ? არ მოვიხმარ ბეწელი. სხვათა შორის ყავას, რომელიც ყავას მავნე ჩვევა? ყავაც ის ქცევი მავნეჩვევა არ არის, უბრალოდ ორსულობისთვის ემზადება. არის რამე ლიმიტი, რომ შეიძლება ორსულმა მიიღოს ყავის მოცულობა, რომ ეს გავაჩეროთ. და რეკომენდირებულია მხოლოდ 200-300 მილიგრამის ოდენობით მხოლოდ დღიურად. გავაგრძელეთ. გაზიანი სასმელები სხვადასხვა ქიმიური შემცველობა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მათზე ასეთი მკაცრი რეკომენდაცია არ არსებობს გაზიან სასმელებზე. აკრძალვასთან დაკავშირებით. ეხება ქცევითი პრობლემა ასევე ელემენტარულ ჰიგიენის წესებს, ხომ? როცა თქვენ უნდა
დაიბანოთ ხელები აუცილებლად. არ შეიძლება ვთქვათ ამის რეკომენდაცია საჭიროა. აუცილებლად. ანუ თქვენ ნახავთ რომ ის რითაც ჩვენ ახლა ყველაფრის ამის გამოსწორება შეგვიძლია ერთ-ერთი მისი ძირითადი კომპონენტი არის პაციენტის ამ შემთხვევაში თქვენ პაციენტი ბრძანდებით კონსულტირება და სრულყოფილი ინფორმაციის მიღება. ხელების დაბანა დავიწყე, სიგარეტი ამოვიღე, ყავა დავიყვანე. ხელი უნდა დაიბანოთ. კარგად დამუშავებული თერმულად პროდუქტები მიირთვათ. არ შეიძლება რომ დაფაზე, ხის დაფაზე ერთად დაჭერათ ხორციც და წვანილიც ან პული. ანუ ბაქტერია რო არ გადავიდა, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს ლისტეროზი და ტოქსოპლაზმოზი, ორი ყველაზე ხშირი ინფექცია. იცავენ, რომ სხვა დაფაზე დაჭერան და ხორცი. როდესაც თქვენ სრულყოფილად აწვით ინფორმაციას და ეუბნებით თუ რა საშიშროების წინაშე დგანან, ზოგადად აუცილებლად. ზოგადად პრობლემა არის არასრული ინფორმირებაში პაციენტის. მე ვარ მწეველი. ეხლა თქვენ რას მირჩევთ, რომ ასე ავდგე და პირდაპირ დავანებოთ თავის სიგარეტს, თუ ნელ-ნელა გამოვიყვანო და ვთქვათ ორსულობამდე მირჩევთ, რომ 3 თვით ადრე სრულად სუფთა ვიყო თამბაქოსგან. რაში ეცით საქმე, თქვენ გადაწყვეტეთ დაორსულება. თქვენ არ იცით როდის დაორსულდებით. და ყველაზე მართალი ბრძანა. თქვენ არ იცით. დღესვე უნდა დაიწყო. დღესვე. როცა მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას, ნულოვანი ტოლერანტობა თამბაქოს მიმართ. კი ბატონო. კისერად წვეთ. ზოგადად მოგეხსენება და მით უმეტეს, როდესაც აპირებთ დაორსულებას. აი ხა როგორც ექიმი მექნება თქვენთან ესეთი შეკითხვა. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექცია, რომელიც შეიძლება ორსულობის დროს შეხვდეს ქალბატონს, ეს არის წითურა ინფექცია, რომელიც ჩვეულებრივ სახადი ინფექციათა რიგს მიეკუთვნება, ძალიან მსუბუქად გადაიტანება, პრობლემას არასოდეს არ ქმნის, მაგრამ ნაყოფისთვის ის არის სერიოზული ზიანის მომტანი. ამ შემთხვევაში, აი როგორც ნანიკო, ჩვენ შემთხვევაში არის სამიზნე პაციენტი. თქვენ როგორც ექიმი, მას რას ურჩევდით? განსაზღვროთ თუ არა სეროკონვერსია არის თუ არა. აუცილებლად და უფრო მეცაც გეტყვით. ანუ ჩვენ დავამთავრეთ ასე ვთქვათ პირველი ბლოკი ხომ ამ ჩასახვამდელი მეთვალყურეობის რისკები, რა რისკები უნდა გამოვავლეთ. ეხლა გადავდივართ უკვე იმაზე თუ რა ინტერვენცია, ანუ როგორ ვიმექნებოდეთ. რა ინტერვენციები ჩავატაროთ და რა თქმა უნდა. ინტერვენციები ძალიან ბევრია, შეიძლება ისე მოკლედ თუ მოკლედ ვთქვათ, რომ ეს ინტერვენციები ალბათ არის შეძლების დამაგვარად ის ეფექტური ჩარევები, ეს იქნება მკურნალობა თუ რაღაც სხვა ჩარევები, ვთქვათ დიეტური რეკომენდაციები, რომელიც უნდა განვახორციელოთ. მეორე ეს არის კონსულტირება და განათლება, რაც მოგახსენეთ. ეს არის ძირითადი ქვაკუთხედი ზოგადად მეანობის და საერთოდ მედიცინის. მიგითხათ პაციენტებს. დაუბრუნდეთ ხა ჩვენ სამსახურს. და მესამე ეს არის რეფერალი, დროული და სწორი რეფერალი იმ სპეციალისტებთან, რომელიც მას კონკრეტული მიმართულებები და მიმართულება როდესაც მე თქვენ მაგრამ ციტურა შემთხვევაში სასწავლია გაიკეთოს წინასწარ აუცილებლად ციტურა და რამდენი ხნით ადრე დაურსულებამდე ამას მნიშვნელობა აქვს მოგახსენებთ ეხლავე ანუ ციტურა ნამდვილად არის იმ საშის ინფექცია ერთადერთი ინფექცია ფაქტურად რომელიც წარმოადგენს ორსულობის შეწყვეტის ჩვენებას განსაკუთრებით ციტურა თუ დაგემართა ორსულობის დროს ორსულობის 16 კვირის ვადამდე ამიტომ იმუნური სტატუსი აუცილებელია რომ ჩვენთვის წინასწარ იყოს ცნობილი რა შემთხვევაში არ ვაკეთებთ იცით სკრინინგს თუ დოკუმენტურად დადასტურებულია რომ ციტურა გადაიტანა ან თუ ასევე დოკუმენტურად დადასტურებულია რომ მას ვაქცინაცია ერთხელ მაინც ჩაუტარდა 12 წლის ასაკის შემდეგ ამ შემთხვევაში მანამდე გაუკეთდა თუ მანამდე მაინც სჭირდება დოკუმენტურად რა აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ ქალის ამ ვაქცინის შეყვანა რამდენი ხნით ადრე დაურსულებამდე იცით როგორ არის სხვადასხვა რეკომენდაცია სხვადასხვა გაძლევს ზოგადად 1-3 თვე ანუ ვაქცინაცია შედის ამ ვაქცინაცია და შემდეგ სხვათა შორის ვაქცინაცია იგივეა ჩუტყვავილაზე შეგიძლიათ ჩაიტაროთ იმიტომ რომ არ შედის აუცილებელთა ჯგუფში იმიტომ რომ ჩუტყვავილას შემთხვევაში არ წარმოადგენს ის ორსულობის შეწყვეტას მაგრამ გართულებები შეიძლება მოხდეს ესე იგი ციტურა ჩუტყვავილა და კიდევ რა არის დაუშვათ აუცილებელი ძირითადია რომელიც აუცილებლად უნდა თუმცა ამ ეტაპზე ჩუტყვავილას ვაქცინა ჩვენს ქვეყანაში ხელმიუწვდომელია ჯერჯერობით მაგრამ ალბათ აღმოიფრება ეს პრობლემა ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია პაპილომავირუსის სათანადო ვაქცინაციაზე როგორ არის ზოგადად პაპილომავირუსზე ტესტირება აუცილებლად უნდა მოხდეს პაპ ტესტი ეგრეთ წოდებული უნდა ჩატარდეს არსებული ქვეყანაში არსებული პროტოკოლების მიხედვით რომელიც გიჩვენებენ რა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ეს ტესტირება თუმცა თქვენ იცით რომ ეს არ არის იმისთვის რომ იმ ვირუსის ერადიკაცია მოხდეს ისე რამდენხანში ერთხელ არის სასურველი ეს როგორც ვიცი იქ არის სხვადასხვა გააჩნია რა შედეგს მოგცემთ ეს პაპილომავირუსი და ზოგჯერ მონიტორინგი აქვს თვიანი ზოგჯერ ორწლიანი ამიტომ ეს არის იმაზე დამოკიდებული თუ თქვენ
რა ციტოლოგიის შედეგად, აი ამ გამოკვლევის შედეგად რა. მოდი ჩვენ წავეციოთ წინ. ეხლა ნანიკო, აი დავასრულებ უბრალოდ ერთი პასაჟი მინდა გავაჟღერო. ასევე არის მედიკამენტური ინტერვენცია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თქვენ მინდა ამაზე გითხრათ დოზაზე, ეს არის ფოლის მჟავის დამატება. აი მინდა რომ ორი სიტყვა. მინდა გითხრათ და სხვადასხვა ასპექტებს გეტყვით ამ ფოლის მჟავისას, ისეს დავაკავშირებთ რამდენიმე კომპონენტს, ხო ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, საერთოდ ზოგადად წამლები, რომელთაც ტერატოგენობა შესწავლილია და რომელიც ნებადართულია ორსულობის და მინიმალურია მათი რაოდენობა. დაახლოებით 98% წამლებისა შეუსწავლელია, თქვენ წარმოგიდგენთ. ორსულობის დროს მათი გამოყენება. ერთი პრეპარატი, რომელიც შეიძლება დაინიშნოს აი ამ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში და კრიტიკული პერიოდი ეს არის ეგრეთ წოდებული ორგანოგენეზის პერიოდი, ეს არის მხოლოდ ფოლიუმის მჟავა. ამას უმნიშვნელო ყველა ქალს, ხო? აუცილებლად. უფრო მეტიც, ეს ფოლიუმის მჟავა უნდა დაინიშნოს აი ამ პერიოდში. სამი თვით ადრე. ხო არის აი რაღაც ინტერვენციები, არის აი ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია ჩასახვამდელ პერიოდში. და ფოლიუმის მჟავა მათ რიცხვს ეკუთვნის. რისთვის არის რეალურად ეს არის ის, რასაც თქვენ აკრანია, ანენცეფალია, სპინაფიდი და მთელი რიგი ნერვული ღეროს ეფექტები, რომლის პრევენციასაც ახდენს. და ნახეთ, როდესაც ეს ძირითადად ეს ნერვული მილი იხურება სადღაც განაყოფიერებიდან 21-26 დღეს. არა და ქალთა უმეტესობა დაახლოებით 30% აღრიცხვაზე დგება 13 კვირის შემდეგ. მე აზრიც აღარ აქვს. ამ ფოლიუმის მჟავა ზუსტად მაშინ უნდა დავიწყოთ, სანამდე დაორსულდება. ისე რომ დავიწყოთ ჩემი ძმა. უფრო მეცაც გეტყვით. ანუ გაცილებით დიდი შრომაა მომზადება ორსულობისთვის, ვიდრე თვითონ ორსულობა. ძალიან სასიამოვნო პროცესია, იმიტომ რომ ნამდვილად იმდენი რამის შეგვიძლია თავიდან აწილება მარტივი ინტერვენციებით. აი მაგალითისთვის გეტყვით, ის რაც არ არის ჯერ საქართველოში დანერგილი, ფენილკეტონური ალბათ გაგიგიათ თუ დაემართება ეს ადამიანს რამდენად რთულად მიმდინარეობს და უმარტივესი ჩარევა ელემენტარულად ის მომსახურება რომელიც ჩვენი ლაბორატორიული ქსელით დავაზოგთ ეს არის ფენილალანინის განსაზღვრა ასეთ ქალებში და თუ მათ აქვს დოზა და ის გარკვეული დოზის ნორმებია მითითებული ელემენტარულად უნდა შეწყვიტონ აუცილებლად დაურსულებამდე და დაურსულების პირველ ტრიმესტრში აი ამ ფენილალანინის შემცველი საკვების მაგრამ მოდით ერთ კითხვას მარტივია მაგრამ რამდენ პრობლემას გვაცილებს თავი ერთი კითხვა მაქვს პაპ ტესტი არ უნდა გავიკეთო არ არის აუცილებლობა პაპ ტესტის გაკეთება არ არის უნივერსალური სკრინინგი კარგით და დაუბრუნდია 25 წლის ასაკის მერე როგორც არის რეკომენდირებული ანუ აქ არ ჩავწეროთ კარგით სოციალური მდგომარეობელი ინტერვენცია დიახ სოციალური მდგომარეობა რომელიც არ დავასრულეთ მოდი ესეც აუხსნათ მაყურებელს სოციალურ მდგომარეობაზე სხვათა შორის აი ძალიან თქვენ იცით რომ ეს არის სოციალურ მდგომარეობაში შედის მაგალითად ფსიქოსოციალური სტრესი მენტალური ჯანმრთელობა ეკონომიური სიდუხჭირე უბინაობა სპეციალური პროგრამაც არის სადაც უსახკარო ორსულებს როგორ მიხედონ თქვათ ანუ ეს არის ფსიქოლოგიური მზაობა ალბათ ხო ეს არის ის რაც გადადის ცოტა სამედიცინო სფეროს ფარგლებს სილდება თუმცა ძალიან დაკონტროლებულია მთელ მსოფლიოში არ ვიცი საქართველოში რამდენად იცით ვერ მოგახსენებთ ჩვენთან ეს ჯერ არ არის უბრალოდ თქვენ უნდა გამომკითხოთ მე დღეს რა მდგომარეობა მაქვს თუ არა სახლი მაქვს თუ არა სტაბილური შემთხვევით არა მაქვს ამ შემთხვევაში თქვენ რას თავაზობთ სპეციალური სოციალური პროგრამები რომელიც ორსულ ქალებს ეკონომიურად იგივე ცევით რისკებს რო დაუბრუნეთ მაგალითად ძილის რეჟიმს აქვს თუ არა მნიშვნელობა და ამას უნდა მიაქციოს თუ არა ყურადღება თქვა ანუ სხვადასხვა ნერვული დაავადებები ეგ თალკი არის ეს თალკი დიდი თავია როდესაც იგივე როდესაც ეგეთ ფსიქოსოციალური მენტალური ჯანმრთელობა როდესაც ადამიანს აქვს ფსიქიური მდგომარეობა ეს ძალიან რთულად არის აქ საქმე რატომ იმიტომ რომ ზოგიერთი ფსიქიური დაავადება როცა ჩვენ ვერ წყვიტავთ მედიკამენტოზურ მკურნალობას არა და თითქმის ყველა ის მედიკამენტი რომელიც ამ დროს გამოიყენება ტერატოგენულია იმიტომ რომ გეუბნებიან რომ თქვენ რომ ქალს მისცეთ უფლება რომ დაურსულდეს ამისთვის მინიმუმ 6-12 თვე ეს უნდა იყოს უსიმპტომო და არ ღებულობდეს პრეპარატებს. იმდენად მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამიტომ ეს ცოტა რთულად დგას, თუმცა რა თქმა უნდა ფსიქიატრმა ერთი შემთხვევა კიდე მინდოდა ვთქვათ აი ესეთი ნარატივი ვთქვათ და გავარჩიოთ ვთქვათ ეს სიტუაცია, როდესაც ერთი ან ორი ვთქვათ ორსულობა ან დროზე ადრე შეუწყდა ქალბატონს, ან რაღაც ვთქვათ სიმახინჯე. აი ამ შემთხვევაში შემდგომი ორსულობის დროს ტაქტიკა აქ იცვლება თუ არა კარდინალურად. მე მოგახსენებთ. აი ნაადრევი, ეგრეთ წოდებული ნაადრევი შობიარობა და თვითნებითი ამბავი. ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი ის გართულება, რომელიც ორსულობას დადეს თავს. თუმცა მისი პრევენციული ამდენად მკურნალობა დღეისათვის რაიმე მეთოდი ასეთ ეფექტური არ არსებობს. ერთადერთი რაც არსებობს ამის
ჩემთვის ეს არის რომ თუ ჩვენ ვიცით რომ ამ ქალს ანამნეზში აქვს და ისევ ხედავთ რომ ანამნეზს რამხელა მნიშვნელობა აქვს uvimეორებ ხომ რომ ანამნეზში მას აქვს 3ჯერ და მეტად გადატანილი თვითნებითი აბორტი მაშინ ამ ქალს ორსულობისადღაც 12-13 კვირაზე პრევენციულად დავადებ ყველაზე ნაკერს. ანუ ხელი რომ გაიხსნას და არ დაიწყოს მოშლა როცა წელმა შეასრულოს სფინქტერის, ანუ დამჭერის როლი და დროზე ადრე არ გამოძებდეს. პროფილაქტიკისთვის დაადებ? ეს უკვე ორსულობის დროს ხდება. ასე იგი ჩასახვამდე მე ამისთვის ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ეს ახალი მეთოდია. არა, ამას დიდი ხანი არ მეცნება ეს არის მე გამიგია. და ორსულობის დროს ასეთი ნაკერის დადება, ანუ უსაფრთხოა, თუმცა ვერ გეტყვით რომ მისი ეფექტურობა ძალიან მაღალია, დაახლოებით 24 ქალიდან ერთ შემთხვევაში გვაძლევს ეფექტს. მაგრამ ქალბატონ თამარ აქ საუბარია თვითნებურ მოშლაზე, მაშინ როდესაც წყვეტს ნაყოფი განვითარებას თავად. ამ შემთხვევაში არც ნაკერი უშველის მას და არც არაფერი, ხომ? ეს არის მანამდე ხდება. ეს ყველაფერი უკვე ორსულობის დროს არის და სამწუხაროდ წინასწარ ჩასახვამდე ჩვენ რაიმეს დანიშნა იმისთვის რომ ეს მოხდეს არ შეიძლება. ცოტა დრო დაგჭირდა, იქნებ დავასრულოთ ისაფრთხოებასმა გავია. პრენატალური სკრინინგის საშუალება თუ არის, იმიტომ რომ ქრომოსომული აბერაციები ძალიან გაგახშირდა და არ გავადგე, როდესაც ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როცა გენეტიკურად შეცვლილი გენეტიკური ინფორმაციით იბადებიან ახალშობილები, ეს არის დაუნის სინდრომი, ეს არის მე-18 ქრომოსომი. მასახში მით უმეტეს საჭიროა. რასაკვირველია რისკის მატარებელია, როცა 30-15 წელს გადაცდება ქალბატონი. აი კორპორაცია ევექსის საშუალებით. ჩვენ გვყავს პარტნიორები, რომელთა დახმარებით ჩვენ ვაწარმოებთ იმ ქალთა სკრინინგს, რომელსაც თქვათ მემკვიდრული დაავადებები აქვთ ანამნეზში. ანუ დაავადებები მაგალითად ჰემოგლობინოპათიები შეიძლება ეს იყოს, ეს არის კუნთოვანი სისტემის დისტროფია და ასე შემდეგ. თუმცა მათი სკრინინგი შეგვიძლია. ნამდვილად მაგალითად ჰემოგლობინოპათიების სკრინინგი ჩვენს კლინიკაში დანერგილი არის. თუმცა ნახეთ, რაც შეეხება დაუნის სინდრომს და მე-18 ქრომოსომის ტრისომიას, ის მხოლოდ ორსულობის დროს და ეს პროგრამები კი ბატონო, ის მხოლოდ თავად მე ჩასახვამდე რაც შეგვიძლია რომ გამოვავლინოთ, იმიტომ რომ ასეთ წყვილებს, რომელიც მემკვიდრული დაავადებების განვითარების საშიშროება აქვს, მათ კონსულტირების და სრულყოფილი ინფორმირების შემდეგ დგება იმის საჭიროება, რომ შეიძლება მათ უარი თქვან საკუთარი ან სუროგაციაზე იფიქრონ, ან დონორის სპერმაზე იფიქრონ. ანუ ამის საშუალება დღეს არის უკვე, რომ ჩვენ გენეტიკურ დონეზე გავიგოთ რა შეიძლება მოხდეს დაუსრულების შემთხვევაში. დაუნი და მე-18 ეს არის გზა ქონია ქალს გასავლელი ესე იგი სასურველ ორსულობამდე, თუმცა ის შედეგები უნდა დავასრულოთ მალე დრო აღარ არის ბუდაში. პრევენცია ბევრად უბრალოდია, იმის კურნალობა უბრალოდ აღარ არის. რასაკვირველია. აი მაშასე მე მიმართა ყველა იმ ქალს, ვინც აპირებს რომ სამომავლოდ დაფეხმძიმდეს, პირველ რიგში უნდა მიხვიდეთ ექიმთან, გაიკეთოთ საერთო ანალიზი, შეაფასოთ თქვენი გარემო, თქვენი რეჟიმი, შეცვალოთ რაციონი, თამბაქოს თავით გაანებოთ, ფოლიუმის მჟავის მიღება უნდა დაიწყოთ და მერწმუნე თქვენ. პირველ რიგში ექიმს უნდა მიმართოთ. თვითნებურად ამ ყველაფერს მაინც ნუ ეს კულტურა არ არის ჩვენთან დანერგილი ჩასახვამდელი მეთვალყურეობის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ორსულებმა ყველა ქალებმა როცა გადაწყვეტენ რომ რეალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას რომ უნდათ რომ იყოლიონ ჯანმრთელი უნდა რომ ყავდეს ჯანმრთელი მემკვიდრე ისე ჩამოარაკრაკა სიგარეტის დანერგება მაგადაწყვეტილი ჯერ ორსულობიდან მე მგონი ამ გადაცემაში ყველაფერი მიხვალ მაგამ ძალიან დიდი მადლობა გვინდა გითხრათ რა თქმა უნდა თქვენ გადაცემაში მონაწილეობის და ბიძინას რომ ესეთი სრულყოფილი დღე მოგვიწყო ქალებს და კაცებსაც რა თქმა უნდა წინა ბლოკში ესე გაგვიძალით და მოგვისმინეთ პრობლემებით სუყე გადაცემა გამოგვივიდა დიდი მადლობა გავუსვიდობთ ეს სტუმარს დღევანდელი დღის შოუს კლინიკა დასრულებულია იქამდე კი